ივანიშვილის მორიგით ყუილი მაკეინს სააკაშვილის გვარის გაგონება არ სურდა ეს განცხადება პირველმა მეოცნებამ ქარელ შეამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა. მილიარდერის ამ ყუილის კომენტარებისას ჯონ მაკეინმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერის მენია ლიბერმანმა კი დაამატა, რომ მაკეინს დიდი ხანია იცნობს და იცის, როგორ პატივს სცემს სენატორი რეფორმებს, რომელიც საქართველოში დღევანდელმა ხელისუფლებამ განახორციელა. რამდენით ყუილი თქვა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა და რატომ ამახინჯებს ის ფაქტებს, ამას რუსუდან ჯიქია გვეტყვის, რომელიც თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება. რუსუდან გისმენთ. ალბათ იმიტომ რეალური ფაქტები მისთვის მიუღებელია. გიორგი, დღეს ბიძინა ივანიშვილი მორიგ ტყულში ქართული მედიის დახმარებით თავად სენატორმა მაკეინმა გამოიჭირა. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ორი განცხადება გააკეთა, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია, ორივე ტყუილია. ერთ განცხადებაში ივანიშვილი ამბობს, რომ სენატორ მაკეინს მიხეილ სააკაშვილის სახელის გაგონებაც არ უნდოდა. მეორე განცხადებაში ივანიშვილი ამას უარყოფს და ამბობს, რომ მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა არსებობს კამერა და არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამ ფაქტების ტყულში ივანიშვილი კიდევ ერთხელ გამოიჭირა. ჩვენ გადავხედავთ ასევე სატელევიზიო არქივს და ყველა იმ თემას, ყველა იმ ტყულს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ბოლო 11 თვის მანძილზე საკუთარი ამომრჩევლისთვის გაუჟღერებია. ივანიშვილის მორიგი ტყუილი გავლენიანი ამერიკელი სენატორის საუბრის გაყალბებაა, თუმცა ტყულში რომ გამოიჭირეს არ მოეწონა. განაცხადეთ ტყუილი, რომ და საზოგადოება შეიყვანეთ შეცდომაში, როდესაც განაცხადეთ, რომ მაკეინმა თქვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის დანახვაც კი. დღეს ჩვენ ჩავწერეთ მაკეინ. აი ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, აი ეგ არის ტყუილი ზუსტად რომ. მე არ მიდგომს, რომ მაკეინმა თქვა, რომ არ სურს მიხეილ სააკაშვილის დანახვა. არა და თვითონაც იცის რომ თქვა. მაკეინი, რომელსაც სააკაშვილი საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა, მისი გვარის გაგონებაც არ სურდა დღეს. ხშირად უყურებს და კარგად იცის. რეალ ტივი რომ რეალურ სახეს ასახავს. რეალური ტივი, რეალური ტელევიზია, რეალურად გამოსახავთ თქვენ სააკაშვილის სახეს. ერთადერთი რის სახესაც რეალ ტივი ნამდვილად გამოსახავს ეს რეალობაა და აი ფაქტები. მაკეინი, რომელსაც სააკაშვილი საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა, მისი გვარის გაგონებაც არ სურდა დღეს. მე არ მიდგომს, რომ მაკეინმა თქვა, რომ არ სურს მიხეილ სააკაშვილის დანახვა. არაფერი ეტყობოდა მაკეინს პრეზიდენტის გვარის გაგონება რომ არ უნდოდა. არც იმის განწყობა რომ ჰქონდა შეცვლილი. სწორედ რომ სააკაშვილთან ერთად დაკრიფა ყურძენი დაწურა ღვინო, მოიარა ბათუმი და მესტია და წასვლამდე მილიარდერის განცხადების სიცრუე ვერბალურადაც დაადასტურა. არა, არ მithქვამს. არა, ვერაფერს გეტყვით. ასეთი არაფერი თქმულა სააკაშვილზე და მეორეც. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ეს ჩემი სახელით ვსაუბრობ. მე ვიცნობ სააკაშვილს უკვე რამდენიმე წელია. ჩვენ ერთად მუშაობდით საქართველოს ტრანსფორმაციასა და პროგრესზე. რა იქნა ბიძინას? მანამდე ხომ დაიქადნა სააკაშვილს მეგობარს წავართმევო. მე მგონი რომ ბოლო ბასტიონი თუ როგორაა ქართულია სიტყვა ბასტიონი. ბოლო მეგობარი მე დავარწმუნებ და ძალიან ველოდები შეხვედრას მასთან და დარწმუნებული ვარ თითქმის რომ მაგასაც დავარწმუნებ რომ სააკაშვილი ის კაცი არ არის. არა და სწორედ მეგობაროთი მიმართა სენატორმა სააკაშვილს. როგორ ხარ ძველო მეგობარო? აქ უნდა მიმხვდარიყო ბიძინა კოზი რომ ნაცარში ჩაუვარდა, მაგრამ თავი ხომ ზოგს იმისთვის აქვს მხოლოდ რომ მოიკატუნოს. ივანიშვილის ტყუილები სათულა პოლიტიკაში მოსვლამდე დაიწყო, თუმცა მოსვლის შემდეგ გავიგეთ. მოტყუებით როგორ წაართვეს ავთანდილ კვარაცხელიას კუთვნილი ქარხანა და მიწა. ბანკ ქართლის წარმომადგენელი, რომელმაც პირდაპირ გახსნილი ტექსტით მითხრა, რომ მათ აინტერესებდათ ფაბრიკის ტერიტორია, რადგან ღმერთთა მოედანზე ქალაქში ერთ-ერთი პირველი კატეგორიის ადგილი. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პირველივე პრესკონფერენციაზე მოიტყუა ამერიკულ სოფელში მესაკუთრეები დავაკმაყოფილეო. ყველანაირი თანხა გადაუხადა იმის შემდეგ 2-ჯერ მეტი და 3-ჯერ მეტი რომ იცოდეთ. იქ კითხვები აღარ რჩება. ძალიან კარგად მოვეკეცი მაგათი. თუმცა სინამდვილეში პრესტიჟული უბანი ივანიშვილის სახლის თავისუფალ ხედს შეეწირა. კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით მიმართო ბიძინას და რაღაცა ჩაიდენს ეგეთ ბარბაროსობას ჩაიდენს რა რაღაცა საერთო მოვნახოთ ჩვენ შულებსაც ჩვენ ჩემ შულებს აქ და ეს ერთადერთი სახლი. ყველაზე თავზარდამცემი ტყუილი ჯერ ის იყო რომ თქვა ქართულმა მხარემ ომი დაიწყო. ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. შემდეგ ტყუილი რომ ეგეთი რამ არ მithქვამსო. არა, ეგრე არ მithქვავს, არა. არა და მოგვიანებით კიდევ ერთხელ იმავე თემაზე მოიტყუა. ეს გააკეთა სააკაშვილმა. ეს არის მისი უგუნური ქმედების მხოლოდ
ტყუს ამბობს მედიასთან, როცა არგუმენტი აღარ რჩება კანონიერი ქურდის ძმას გზას აცდენილს უწოდებს. გაზდელიანს რომლის ძმაც შეიძლება მრუდექზით წავიდა და მას თავისი ბედი აქვს და თავისებურად მოეთხოვება. და მალევე ამტკიცებს, რომ გაზდელიანს სამაგალითო ოჯახი ჰყავს. თქვენ ხართ გენიალური პიროვნება, გია გაზდელიანი მას აქვს კარგი ოჯახი და აქედან გაყევით. სხვის ოჯახზე ვინ ჩივის? ატყუებს საკუთარი ოჯახის წევრებსაც, როცა ეუბნება, რომ არ უყვარს დაპირებები. შემოვიდეთ თქვენ იცით ალბათ დაპირებები არ მიყვარს. არა და ძალიანაც უყვარს რომ პირდება. ჩვენ დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევით. ტყუილია მისი დაპირებებიც. ძალიან ითხოვდნენ ახალ სახეებს და ძალიან უდოდათ ახალი სისხლი და ახალი სახე. მის ირგვლივ ახლის ნაცვლად ყველაზე ძველი სახეები არიან. ამ ძველ კორუმპირებულ სახეებთან მებრძოლ პრეზიდენტსაც ტყუილად დაემუქრა. აბა გაბედოს რამდენიმე დღე დარჩა, ერთი კვირა დაახლოებით ჩემი მოქალაქეობის დაბრუნებამდე, ის ეძებს ყოველგვარ გზას და ვერაფერს ვერ მიაღწია რეალურს. აბა გაბედოს და არ დამებრუნოს მოქალაქეობა. ვერაფერიც ვერ ქნა, მოქალაქეობა კი არ მისცეს. შემდეგ კიდევ ერთხელ ტყუილად დაიქადნა ბეშუმში. აბა გაბედოს პრეზიდენტმა აქ მოსვლაო. ეხეს ვერ ჩამომართებს და თვალებში ვერ შემხედავს, მაგი ძალიან შიშერე კაცია. ამას ვაჟკაცობა უნდა. სააკაშვილი კი მივიდა, სამაგიეროდ ივანიშვილი წავიდა თავჩაგინდრული პრეზიდენტის ესკორტი რომ დაინახა. იტყუებოდა ქვეყნის სხვა კუთხეში, რაჭველების მოსახიბლად რომ ამტკიცებდა, მთელი ოჯახი თუ არ რაჭაში ნამყოფიო. მე ხშირად ყოფილი ვარ და ყველა ჩემი შვილი მყავს ჩამოყვანილი და ყველა კუთხე კუნჯულიციან. ჩემმა შვილებმა არ პირველად ვარ სხვათა შორის და მოვიხიბლე მართლა ძალიან. ატყუებდა და იტყუებდა სვანებს რომ ამტკიცებდა, ქართულ ოცნებას მხარს უხუცესები უჭერენო. სულ არ ყოფილა ამ საქმეზე ლაპარაკი. ავტობუსზე სასაფრებზე არც არაფერი ესე გვითხრეს დადეგითო ვოკალმის ივანიშვილის უკან და დოკოფურის სამური კოდელინა მეტი არაფერი არ ყოფილა. ატყუებდა შობლიურ ჭორვილელებს. ელექტროენერგიის გადასახადის შეწყვეტა მათ მაქინაციებს დააბრალა სინამდვილეში კი 2005 წლიდან იყო ეს გადახდა 2007 წლის ბოლომდე დეკემბერში ალბათ 2008 წლის დასაწყისში უკვე თანხას აღარ იხდიდა. იყო საშინელი ზამთარი. მოსახლეობა გამოთქვამდა თავისთავად უკმაყოფილებას, რომ ეს ყველაფერი რაღაც არადროული იყო, ელოდებოდნენ გამოზაფხულს ისეთი ცივი ზამთარი იყო, რომ პრობლემა შეექმნა თავისთავად. ვიცოდით უბრალოდ თანაშრომლებმა და ამ ყველაფერს მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას, მაგრამ თავიდან ბოლომდე ეს ჩვენ ჭორის დონეზე ვიცოდით, რომელიც ოჯახიდან იყო გამოსული. ტყუილია მითიც რომ ბიძინა სოფელში ყველას ეხმარება. ადავდივარ საერთოდ. თქვენ არ გეხმარებათ ბიძინა? ხანდახან ბიძინას სალამიც კი ტყუილია. მოგესალმებით რუსთაველებო. საიდან ჩამახვადეთ? დღეს რუსთაველებს ხვდებით ხალხო. მარნეულიდან. რუსთაველებო. ქუთაისშიო? მოგესალმებით რუსთაველებო. დღეს რუსთაველებს ხვდებით ხალხო. ნაივო გოლასავენ. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ თუ ივანიშვილის რომელიმე ტყუილი ამ რეპორტაჟში ვერ მოხვდა, შეგიძლიათ Real TV-ს ტელეფონის ნომერზე დარეკოთ და გაგვახსენოთ ან მოგვაწოდოთ ფაქტები იმის შესახებ, იმ ტყუილების შესახებ, რომელიც მედიისათვის ჯერ ცნობილი არ არის. ივანიშვილის დღევანდელ სკანდალურ ტყუილს კი გამოეხმაურა თემური იაკობაშვილი და თქვა, რომ პოლიტიკოსები არ უნდა კადრულობდნენ ასეთი ტყუილების თქმას, მით უმეტეს, რომ მათი გამოაშკარავება ძალიან ადვილად მოხდება. საერთოდ პოლიტიკოსები ჩემი აზრით უნდა იფრთხილონ ხოლმე ისეთ ადამიანებთან მიმართებაში განცხადების გაკეთებას, რომლის გადამოწმება შეიძლება და მაკენი არ არის ეს ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, არ აღწევს ყურადღებას თუ მასზე რას ლაპარაკობენ, როგორც სხვა პოლიტიკოსები. მე ვფიქრობ, ამორჩეველი ბრძენია და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე საარჩევნო ყუთებთან. და როგორი პოლიტიკოსია ბიძინა ივანიშვილი, ამას ჩვენ დავინახავთ უკვე არჩევნების დღეს და დანარჩენი მას მაკენთან მიმართებაში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია უბრალოდ თქვენ ნახოთ ფილმი, რომელიც ეხება ლობისტებს, რომელიც უბრალოდ გადაუმოწმებელ ფაქტებზეა დაფუძნებული და იქ რასაც ლაპარაკობენ მაკენზე, ისიც საკმარისი იყო, არაფერი განცხადება რომ არ გაეკეთებინა.
ასეთი იყო ივანიშვილის ტყუილები პოლიტიკაში მოსვლიდან 11 თვის მანძილზე. არჩევნებამდე რჩება 25 დღე და 25 ვარიანტი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოიტყუოს. მადლობა რუსუდან ივანიშვილის ტყუილების სერიაზე რუსუდან ჯიქია საუბრობდა.